მესამე ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე. 6 თვის წინ ვახო ბედოშვილი საქართველოს მესამე ლიგის გუნდის ორბის ფეხბურთელი იყო. რამდენიმე წლის წინ დაარსებულმა კლუბმა ვახოს მისცა შესაძლებლობა თავისი ტალანტი წარმოეჩინა. მისი ნიჭი და თავდაუზოგავი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 21 წლის შემტევი 2025 წლიდან იჯარის წესით უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდა. ბედოშვილი ახლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გარეჯისთვის უდევს და თან გუნდისთვის საკმაოდ შედეგიანადაც. საგოლე გადაცემების და მოპოვებული 11 მეტრიანების შემდეგ ვახომ ეროვნულ ლიგაში კოლხეთთან სადებიუტო გოლიც გაიტანა. კოლხეთთან დუბლის შემდეგ კი იყო გამორჩეულად კარგი გოლი ტორპედოს კარში. ვახო რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდშიც. ეს შედეგები კი შეუმჩნეველი არ დარჩენია 21 წლამდელთა მთავარ მწვრთნელს რამაზ სვანაძეს. 6 თვის წინ მესამე ლიგაში მოთამაშე ვახო ბედოშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების განაცხადში მოხვდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა კი მას რა თქმა უნდა დიდი გამოცდილება მისცა. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვახო ბედოშვილმა ნიუსმეიკერსთან ისაუბრა. ბავშვობიდან ოცნებობდი ნაკრებში თამაშს, პირველი გამოძახება იყო ჩემი და ძალიან ბედნიერი ვიყავი რა. და ესეც ტურნირზე რო საქართველოს ნაკრების ფორმით თამაში შესაძლებლობა მომეცა, ძალიან გამიხარდა რა. ესეც ტურნირზე ძალიან რთული არის თამაში და საქართველოს ნაკრების ფორმით მით უმეტეს დიდი პასუხისმგებლობა იყო რა. ფეხბურთელებისაც რო უყურებდი, ძალიან მაღალ დონეზე იყო და ბევრი რამე ვისწავლე სხვა ფეხბურთელებისგან. ადაპტაცია ადვილად გავიარე რა. პირველივე დღიდან ფეხბურთელებთან ასწავთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბ და ძალიან დამეხმარნენ და გვერდში მედგნენ. თავისუფლება იყო ძალიან დიდი. რამოდენიმე თვის უკან მეც მესამე ლიგაში ვთამაშობდი რა და შრომით ყველაფერი გამოდის რა. არ უნდა დავნებეთ და ვიშრომოთ რა და ყველაფერი არის შესაძლებელი გამოვიდეს. გარეჯმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ნაკრებში რო გამომიძახეს, ბიჭებიც, სტაფიც, პრეზიდენტიც გვერდში მედგა და ძალიან დამეხმარა, რომ განვითარებულიყავი და ამ დონემდე მივსულიყავი ჯერჯერობით სადაც ვარ. გეგმები ბავშვობიდან ვოცნებობ, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე და ჩემი მიზანი და ოცნება ეგ არის და ტოპ 5 ჩემპიონატში რო ვითამაშო რა. რეალ მადრიდი მომწონს ბავშვობიდან რა და მანდ ვცემობ რომ ვითამაშო. 19-დან ნეიმარი. ქართველი ხვიჩა კვარაცხელია. ისიც რამოდენიმე წლების უკან ეროვნულ ლიგაში თამაშობდა და ეხლა ისეთ დონეზე არის მისული, რომ მოტივაცია მომეცა ხვიჩადან. რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებთ ვახოს მიზნების განხორციელებაში. ბედოშვილის მენეჯერის და გარეჯის სპორტული დირექტორის ნიკა ხაბეიშვილის ინფორმაციით, 21 წლის ქართველით რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატი უკვე ინტერესდება. ვახო რომ ამ გამოწვევასაც თავს წარმატებით გაართმევს, ამაში დარწმუნებულია გარეჯის მწვრთნელი გიორგი მიქაძე. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია დღეს თუ ვინმე თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში, მის შესაძლებლობები ძალიან დიდია, ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ გაგვახაროს და დიდი ფეხბურთი ითამაშოს. დიდი ფეხბურთი იგულისხმება ეროვნულ ნაკრებში მოხდეს და შევიდეს იმ კონკურენციაში, რაც დღეს საქართველოში ხდება. მე ვთვლი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ნიჭის მქონე ბიჭია და შრომელია, რაც ძალიან მახარებს და ძალიან კარგად ესმის, რომ შრომის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია და ჩვენთ მაქსიმალურად შევეცადეთ ხელი შეგვეწყო და ნელ-ნელა მივიღეთ ის პროდუქტი, რაც ეხლაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას აქვს უდიდესი პოტენციალი და მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს სწორედ გამოიყენებს. ძალიან სწრაფია, პლუს ამას იშვიათად ხდება და მე ძალიან მიხარია, რომ მასთან დაყვება ეს ნიჭი, რომ ძალიან გამძლეც არის ამ სისწრაფესთან ერთად და პლუს დრიბლინგი და ორივე ფეხით თამაში შესანიშნავი გრძნობა, კაი დარტყმით და ეს ძალიან დიდი თვისებებია რა და მე იმედება რომ ამას კიდე განავითარებს და უკეთესი და უკეთესი იქნება. ბევრი კაი თვისება აქვს რა და გამოსაყოფი რაც არის სისწრაფე, სისხარტე, როგორც მოკლე დისტანციაზე ისე გრძელ დისტანციაზე და პლუს გამძლეობა ეს ძალიან იშვიათია და თან დაყოლილი დრიბლინგი რომ ძალიან კარგად იცის მოტყუება, ერთი ერთზე თამაში ძალიან ძლიერია და პლუს დაცვაშიც არ თაკილობს ჩამ. ანუ შეიძლება ითქვას რომ თუ გააგრძელებს სწორედ მუშაობა, შეიძლება მივიღოთ სრულყოფილი თავდასხმელი. გარემარბი, ვინგერი, მოდი ესე ვთქვათ. ეს თვისებები ხა რაც მე ამ ბიჭის
რაციონშია ჩამოთვალე, ეგ საკმარისია რომ იქ ითამაშო და აქ ეგ რესურსი მე აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორი განვითარებაა საჭირო. შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად სწორი უნდა იყოს და მას უყვარს ფეხბურთი და არ მგონია რომ ან არასწორი ნაბიჯი გადადგას და ჩვენც ვინც მის გარშემო უტრიალებთ, არ დაუშვებთ იმას, რომ ან რაღაცაში გაცვალოს ფეხბურთი. არ ეშინია არაფრის რა, გრძნობს და ძალიან თავდაჯერებულია, ესე ძალიან კარგია რა. ეს სითამამე აუცილებელი არის რა გარემარბის და სულ ერთი არის მისი მოწრე, ნუ რა. კარგი პროდუქტია, მოდი ესე ვთქვათ რა და არც ამის მეთაკილება, იმიტომ რომ შექება და კარგი სიტყვების თქმა, იმიტომ რომ არ არის ეს ის ბიჭი, რომ ეს ყველაფერი თავში აუვარდეს და სწორედ ვერ გაიგოს რა. სწორედ ესმის და მზად არის ამისთვის რა. აქვე შეგახსენებთ რამაზ სვანაძის სიტყვებს ვახო ბედოშვილზე. ბედოშვილის მაგალითი, ეს ნათელი მაგალითია იმისი, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს შანსი იმისი, რომ მოხდეს თუნდაც იქ, სადაც მანამდე დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ოცნებობდა ამ ყველაფერზე, მაგრამ ცოტა წარმოადგენა გაუჭირდებოდა თუნდაც მაშინ, როდესაც ეს მესამე ლიგაში თამაშობდა. დიდი დრო არ არის გასული ამ ყველაფერთან. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ერთ და იგივე ფრაზას, რომ ნაკრების კარიერა ყველა ფეხბურთელისთვის ეს არის მაგის დადასტურება, ნათელი მაგალითი. მისი პიროვნული თვისებები საფეხბურთო უნარებზე ჯერ კიდევ მესამე ლიგიდან ჩვენ გვქონდა მასე ინფორმაცია. უკვე დროის გასვლასთან ერთად თუნდაც უკვე დაწინაურდა ის ჩვენს უმაღლეს ლიგაში შემდეგ რამოდენიმე კარგი თამაში ჩაატარა ჩვენ დავინტერესდით მისი პიროვნებითაც. საკმაოდ დადებითი პიროვნება, ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი არის პირველ ადგილზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი პროგრესი არ გაჩერდეს და პირიქით დროში რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მოუმატოს. და ყველაზე სასიხარულო ყველაფერში ის არის, რომ არ არის მარტივი, ძალიან რთულია. როდესაც შენს თავს ესეთ მოკლევადებში აი იმდენი რაღაც მოვლენა ხდება და მისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა. მოხდა პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, თავიდან რა თქმა უნდა გაფართოებულ სიაში, თუმცა სავარჯიშო პროცესში იგივე თუნდაც აი თამაში რომ ავიღოთ საკმაოდ ნორმალური შტაბისება დატოვა და პლუს ჩემთვის ყველაზე მთავარი როგორც თავარი წვრთნისთვის ეს არის მისი ინტეგრირება უკვე გუნდში. სრულფასოვან წევრად მივიღეთ ჩვენ რა თქმა უნდა და მანაც იგივე იგრძნო და დღესაც იდეალური დამოკიდებულება აქვს და ურთიერთობა აქვს ყველასთან. ეს გვახარებს ყველაზე მეტად და მისი იმედი გვაქვს ისევე როგორც ნებისმიერი ფეხბურთელის რომელიც განაცხადია დღეს. ნამდვილად, ვახო არის მაგალითი ყველა ფეხბურთელისთვის, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ლიგაში თამაშობ. თუ ბევრს იშრომებ, თავისუფლად შესაძლებელია რომ შენი ცხოვრებაც 6 თვეში რადიკალურად შეიცვალოს. კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვოთ ვახო ბედოშვილს. დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში მასზე ბევრ კარგ სიახლეს მოგაწვდით. ამიტომ რომ არ გამოგჩეთ ეს საინტერესო სიახლეები, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი. ბოლოს კი რა თქმა უნდა გიტოვებთ ვახოს გამორჩეულ მომენტებს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატიდან. შეიძლება შეტევის მიმართულება ოლხოვი პასი ბედოშვილზე. ნადარაიას და პასკაძეს ეს დიდი გამოცდა ელოდება ბედოშვილის დაწმა! რასი ლამაზის გოლი ვახო ბედოშვილი! უბრალოდ დაიწყო ბედოშვილმა! მინიმუმ ამის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. ვახო ბედოშვილის მოვიდი გაწყინება ჩვენი ჩემპიონატში. Even get to bronze. Tira კონტროლო რომელსაც შეეძლია და ბედოშვილია თავისუფალი კენდი ჩამოიღო სრაფია ეს ფეხბურთელი პირდაპირ დარტყმა გადაწყვიტა და რა გოლი გაიტანა ვახო ბედოშვილის შედევრი I said I'm moving too far. Get to bronze. Looking at a shooting star. Got more than a couple of people going mad. I swear they're rooting hard. Tell them I'd be big in the game like she went and got them breast implants. I said I'm moving too fast. Didn't even get a glance. I'm ready to eat up track like I'm seated in a restaurant. If you have swag like mine, you know it's best to flaunt. We on hating because you want. Shining like it's neon. Rock like kings of Leon. Shooting stars across the galaxy. I stand out, so don't be mad at me. Infiltrate, I'm with my strategy. When I turn up, then I just have to leave. Shooting stars across the galaxy.
shooting. Yeah, shooting. Yeah, shooting.